ოჯახის სიდიდე სინონიმად გამოიყენება აგრეთვე ოჯახის ზომა. ეს არის დროის მოცემული მომენტისათვის ოჯახის შემადგენლობაში შემავალი ნათესაობით დაკავშირებული ერთსაცხოვრები ადამიანების რაოდენობა. ოჯახის სიდიდე დამოკიდებულია ოჯახის მიღებულ განსაზღვრებაზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, გათვალისწინებულია თუ არა ერთსაცხოვრები ნათესაობის ბიუჯეტის ერთობა. ოჯახის სიდიდე განისაზღვრება ოჯახის ბირთვის, აქ ლაპარაკი ერთია თუ რამდენიმე ოჯახის ბირთვი, ბავშვების რაოდენობის, ოჯახში სხვა ნათესავების არსებობით. არის აგრეთვე ასეთი ცნება, როგორიც არის ოჯახის საშუალო სიდიდე. აქაც მისივე სინონიმია სიდიდის ზომა, ანუ შეიძლება შეგვხვდეს ოჯახის საშუალო ზომაც. ის წარმოადგენს ოჯახების სიდიდის მიხედვით განაწილების განმაზოგადებელ მაჩვენებელს. ოჯახის საშუალო სიდიდე ახასიათებს ჰიპოთეზურ თაობას და ამიტომ დამოკიდებულია მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობისა და ქორწინებითი მდგომარეობის ცვალებადობაზე. ოჯახის საშუალო სიდიდის მნიშვნელობა იცვლება ფართო საზღვრებში და დამოკიდებულია რთული ოჯახების გავრცელებასა და ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე. ოჯახის საშუალო სიდიდე გამოიანგარიშება როგორც ნებისმიერი სხვა საშუალო სიდიდე. არის აგრეთვე ესეთივე ცნებები, როგორიც არის ოჯახის კრიზისი და ოჯახის მოდერნიზაცია. ოჯახის კრიზისი ეს ოჯახის როგორც სოციალური ინსტიტუტის დეგრადაცია. ძირითადად გამოიხატება ოჯახის მიერ საზოგადოებისათვის აუცილებელი ისეთი ფუნქციების გავარესებაში, როგორიც არის მოსახლეობის აღწარმოება და ახალი თაობების აღზრდა. რაც შეეხება ოჯახის მოდერნიზაციას, ეს ოჯახის კრიზისის ალტერნატიული კონცეფციაა, რომელიც ისტორიულად განპირობებულად და ამდენად დასაშვებად მიიჩნევს ოჯახის კრიზისთან დაკავშირებულ პრობლემებს. თვლის, რომ ადგილი აქვს ოჯახის მოდერნიზაციას და არა ოჯახის კრიზისს. არის აგრეთვე ასეთი ცნება, როგორიც არის ოჯახის ნუკლეარიზაცია. ეს დაქორწინებასთან დაკავშირებით ოჯახიდან შვილების გამოყოფის ტენდენცია, რომელსაც მოჰყვება მოსახლეობაში ნუკლეარული ოჯახების წილის ზრდა. ხშირად ოჯახი განიხილება როგორც სოციალური ინსტიტუტი. ოჯახის სოციალური ინსტიტუტურობას ქმნის მისი სოციალური საწყისები, რომელთა ქმედითობა ოჯახის ცხოვრების თითქმის ყველა მხარეში ვლინდება. ამავე დროს ოჯახი საზოგადოების ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტია, ძირითადად რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება საზოგადოების ცხოვრება. ფამილისტიკაში ოჯახი ყველაზე ფართოდ მრავალმხრივ და სიღრმისეულად შესწავლილია როგორც სოციალური ინსტიტუტი. რა აქვს ამ ოჯახს, რა უნდა ჰქონდეს, რა ნიშნები? თავისი ისტორია, ოჯახის ისტორია, წარმოშობა, განვითარება და ასე შემდეგ. მეორე, ოჯახი შეიძლება წარმოადგენდეს კი არ ბოდიში, წარმოადგენს მცირე სოციალურ ფსიქოლოგიურ ჯგუფს აგრეთვე. ოჯახს მესამე გააჩნია სოციალური ფუნქციები. ოჯახთან დაკავშირებით სოციალური ფუნქცია არის ურთიერთკავშირი, რომელიც განაპირობებს ოჯახის ჩართვას საზოგადოებაში. ესაა როლი, რომელსაც ოჯახი ასრულებს მთელი საზოგადოებისა თუ ოჯახის ცალკეული წევრების წინაშე. ესაა ოჯახის ქცევის ძირითადი მიმართულება თავისი და საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. და მეოთხე, ოჯახს აქვს ფუნქციათა და გააჩნია ფუნქციათა ერთობლიობა. რა არის ამას? აქვს სოციალურ-ბიოლოგიური ფუნქციები, სოციალური ფუნქციები, ეკონომიკური ფუნქციები და სულიერი ფუნქციები. ოჯახს სხვა მეცნიერებებთან ერთად ეს ზემოთაც აღინიშნა შეისწავლის ოჯახის სოციოლოგია. ადრე შევეხეთ მაგ საკითხს, მაგრამ ოჯახთან მიმართებაში კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ, რომ ეს არის სოციოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ოჯახს როგორც ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების ფორმას, მის ფუნქციებს, ოჯახში პიროვნებად შორის ურთიერთობებს, პიროვნების მოტივაციის მდგრადობას ქორწინებისადმი,
ოჯახის სოციოლოგია ჭიდრო კავშირში იმყოფება დემოგრაფიასთან. განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ საკითხები, რომლებიც ეხება ქორწინებისა და ოჯახის წარმოშობას, ქორწინებისა და ოჯახის ფორმირების ევოლუციას, ოჯახისა და მისი ფუნქციების მდგომარეობას საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ოჯახისა და საზოგადოების ურთიერთკავშირს და სხვა. არის და გაგიგიათ ყველას ალბათ ისეთი ცნება, როგორც არის ოჯახის უფროსი. ეს გასაგები ცნება არის, მაგრამ მეცნიერულად და დემოგრაფიაში მიღებული განმარტებით გავსაზღვროთ იგი. ოჯახის უფროსი ეს ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ასრულებს მისი ლიდერის როლს. ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახის უფროსს გააჩნია განსაკუთრებული უფლებები და პასუხისმგებელია მასზე. ზოგჯერ ოჯახის უფროსად განიხილება პირი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის სხვა წევრებს ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი პირობებით. ოჯახის უფროსის ინსტიტუტის არსებობა და შინაარსი დამოკიდებულია ოჯახის ფუნქციებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების დონეზე. პირობებში, როდესაც ოჯახი იყო მწარმოებლური უჯრედი, ოჯახის უფროსის მახასიათებლებით განსაზღვრავდნენ ოჯახის ყველა სხვა წევრებისა და მთელი ოჯახის სოციალურ კუთვნილებას. ოჯახის სოციალური ფუნქციების ცვლილებებთან ერთად ოჯახის უფროსის ეკონომიკური მდგომარეობა უკვე აღარ არის მისი სოციალური სტატუსის ერთადერთი კრიტერიუმი და ოჯახის კუთვნილებას ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფთან განსაზღვრავს მისი სხვა წევრებისა და მთელი ოჯახის მახასიათებლები. ოჯახის უფროსის კატეგორიის შენარჩუნება მოსახლეობის სტატისტიკაში გამოწვეულია იმით, რომ ოჯახის ყველა წევრის მიერ ნათესაური ურთიერთობის მითითება ერთი მათგანის მიმართ მოსახლეობის აღწერებისა და გამოკვლევებისას ერთი ოჯახის მეორესაგან გამიჯვნისა და ოჯახის ყველა წევრის ოჯახური მდგომარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. გაეროს რეკომენდაციების შესაბამისად ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბოლო დროს ჩატარებული მოსახლეობის აღწერებისას ოჯახის უფროსის კატეგორია არ გამოიყენება. ოჯახის წევრების ოჯახური მდგომარეობა განისაზღვრება აღწერის ფურცელში პირველად ჩაწერილი წევრის მიმართ. ოჯახის სიცოცხლის ციკლი ადრე შეხვდა, ეს ცნება ახლა უფრო დეტალურად განმარტავ. ოჯახის სიცოცხლის ციკლი ეს სოციალური და დემოგრაფიული თვალსაზრისით არსებით მდგომარეობათა თანმიმდევრობაა, რომელშიც იმყოფება ოჯახი ჩამოყალიბების მომენტიდან იქამდე, სანამ შეეწყვეტს თავის არსებობას. საყოველთაოდ აღიარებული ერთიანი ოჯახის ციკლის სქემა არ არსებობს. ჩვეულებრივ გამოყოფენ შემდეგ ფაზებს. პირველი ოჯახის წარმოქმნა, ანუ პირველი ქორწინება. მეორე ბავშვთა შობის დაწყება, პირველი შვილის გაჩენა. მესამე ბავშვთა შობის დასრულება, უკანასკნელი შვილის გაჩენა. მეოთხე პირველი შვილის დაქორწინება, გამოყოფა ცალკე ოჯახიდან. მეხუთე უკანასკნელი შვილის დაქორწინება, ასევე გამოყოფა ცალკე ოჯახიდან. მეექვსე ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილი ან განქორწინება, რასაც მოხდება ოჯახის არსებობის შეწყვეტა. ოჯახის სიცოცხლის ციკლი ჩვეულებრივ განიხილება ნუკლეარული ოჯახისათვის, მაგრამ თუ შვილს დაქორწინების შემდეგ მოჰყავს მეუღლე ოჯახში, მაშინ ოჯახი ხდება რთული. ოჯახის სიცოცხლის ციკლი განიხილება ოჯახთან ერთობლიობისათვის, ერთ-ერთი მეუღლის, ძირითადად ცოლის, ასაკის ან ქორწინების ხანგრძლივობის მიხედვით. ამასთან გამოიანგარიშება საშუალო ასაკი, რომლის შედარება თანმიმდევრობითი ფაზებისათვის შესაძლებლობას იძლევა დადგენილ იქნას როგორც ცალკეული ფაზის, ისევე მთელი ციკლის ხანგრძლივობა. ოჯახის სიცოცხლის ციკლის ფაზების ცვალებადობას შეესაბამება ოჯახის შემადგენლობის ცვალებადობაც და აგრეთვე როლის სტრუქტურისა და გარკვეულ ფარგლებში ცხოვრების წესის ცვლილებაც. ოჯახის წევრი მეცნიერული განმარტებით ეს პირია, რომელსაც აქვს
უფლებამოვალეობანი ოჯახური ურთიერთობებიდან გამომდინარე. კანონმდებლობა ქორწინებისა და ოჯახის შესახებ განსაზღვრავს ოჯახის წევრის პირად და ქორწინებრივ უფლებამოვალეობებს, ხოლო სამოქალაქო კანონმდებლობა ოჯახის წევრის უფლებამოვალეობებს, მემკვიდრეობითობის, საბინაო და სხვა ურთიერთობათა სფეროში. ოჯახის ცალკე მცხოვრები წევრი არის ესეთი ცნებაც. ოჯახის ცალკე მცხოვრები წევრი ოჯახური მდგომარეობის კატეგორია, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში გამოყოფენ მოსახლეობის აღწერებისას. ოჯახის ცალკე მცხოვრებ წევრად მიჩნეულია ოჯახის ის წევრი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ოჯახისგან განცალკევებით, მაგრამ მასთან საერთო ბიუჯეტი ან რეგულარული მატერიალური კავშირი აქვს. ოჯახის ცალკე მცხოვრებ წევრად აგრეთვე ითვლებიან ის პირები, რომლებიც მოსახლეობის აღწერის მომენტისათვის დროებით ცხოვრობდნენ ოჯახისგან განცალკევებით. ოჯახის ცალკე მცხოვრები წევრის კატეგორიაში შეიძლება შედიოდნენ სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ სწავლის ადგილას, სარემონტო და სამშენებლო ორგანიზაციის მუშაკები და სხვა. დემოგრაფიულ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის ამ კატეგორიის ცალკე გამოყოფა ეწინააღმდეგება საერთოდ ოჯახის განმარტებას. არის ორი ცნება: ოჯახური მდგომარეობა და ქორწინებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვენც უნდა განვასხვაოთ და მათი განსხვავება აუცილებელია. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ყოფით ცხოვრებაში ხვდებით ამ ორი ტერმინის აღრევას. ოჯახური მდგომარეობა ადამიანის მდგომარეობა ოჯახის დემოგრაფიულ სტრუქტურაში, ქორწინებითი მდგომარეობისაგან განსხვავებით, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ. მიუთითებს იმაზე, შედის თუ არა ადამიანი ოჯახში და რა ადგილი უჭირავს ოჯახის სხვა წევრებს შორის. ასხვავებენ ოჯახური მდგომარეობის ორ მსხვილ კატეგორიას. პირველი, ოჯახის წევრები და მეორე, პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახებს. პირველი კატეგორია იყოფა ქვეკატეგორიებად, რომელსაც შეესაბამება ადამიანის ადგილი ოჯახის სტრუქტურაში. მეუღლეები, შვილები, მეუღლეთა მშობლები და სხვა ნათესავები. მეორე კატეგორიას შეადგენენ მარტოხელები, რომელთა შორის გამოყოფენ იმ მარტოხელებს, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი მეურნეობა და მარტოხელებს, რომლებიც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. ქორწინებითი მდგომარეობა ადამიანის მდგომარეობაა ქორწინების მიმართ, რომელიც განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ჩვეულებებითა და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ქორწინების სახისა და ფორმის მიუხედავად. განასხვავებენ ქორწინებაში არ მყოფებს და ქორწინებაში მყოფებს. ეს ორი მსხვილი კატეგორია. თავის მხრივ, ქორწინებაში არ მყოფები იყოფა შემდეგად: ქორწინებაში არასდროხობებად, ქვრივებად და განქორწინებულებად, განშორებულებად. განქორწინებულები და განშორებულები იმით განსხვავდება, რომ განქორწინებული დაშორებული მეუღლეები არიან, რომლებსაც განქორწინება იურიდიულად აქვს გაფორმებული, ხოლო განშორებულები ესენი არიან დაშორებული მეუღლეები, რომლებსაც თავისი განქორწინება იურიდიულად არ გაუფორმებიათ. ქორწინებითი მდგომარეობის ჩამოთვლილი კატეგორიები მიჩნეულია ძირითადად და გამოიყოფიან მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებათა უმრავლესობისას. ქორწინების, განქორწინებისა და დაქვრივების შემთხვევაში ხდება ადამიანის გადასვლა ქორწინებითი მდგომარეობის ერთი კატეგორიიდან მეორეში. ასეთ გადასვლათა ერთობლიობა წარმოადგენს მოსახლეობის საკორწინო სტრუქტურის აღწარმოების პროცესს, რომელიც დემოგრაფიაში განიხილება როგორც მოსახლეობის აღწარმოების შემადგენელი ნაწილი. ზოგიერთი ქვეყნის სტატისტიკა ზემოჩამოთვლილი ქორწინებითი მდგომარეობის კატეგორიების გარდა გამოხობს აგრეთვე კონსენსუალურ და რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფებს, განცალკევებით ცხოვრებ მეუღლეებს, პირველ და ხელახალ ქორწინებაში მყოფებს. მართალია, შინამეურნეობა და ოჯახის ცნებები ერთმანეთთან შეიძლება გარკვეულწილად ახლოს დგანან, მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ზემოთ ჩვენ ოჯახი განვიხილოთ უფრო მცლად, ეხლა მოკლედ განმარტავთ შინამეურნეობას.
შინამეურნეობა ეს არის სოციალურ-ეკონომიკური უჯრედი, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების, კვების, საერთო წესებს და დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო ბიუჯეტით, მისი ნაწილით მაინც ნათესაური ან არანათესაური ურთიერთობებით, ან ორივეთი ერთად. შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი დამოუკიდებლად ცხოვრები ადამიანისაგან. ეს განმარტება საკმაოდ ახლოს არის გაეროს განმარტებასთან, რომელსაც ახლა მოვიყვანთ. გაეროს რეკომენდაციების თანახმად შინამეურნეობის განმარტება ეფუძნება ყოფით წყობა, რომლის ფარგლებში ცალკეული პირები ან ადამიანთა ჯგუფები უზრუნველყოფენ თავის თავს საჭმელით და ცხოვრებისათვის ყოფილა საჭიროთი. შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე პირისაგან, რომელთაც გაერთიანებული აქვს თავიანთი შემოსავალი და ერთობლივად ეწევიან მეურნეობას. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ნათესავები, ისევე არანათესავები, ან ერთიც და მეორენიც. ან სხვაობენ შინამეურნეობების კერძო და კოლექტიურ სახეობებს.